იმ კონკრეტულ საკითხს დაუჭირეთ ხარი და მართლაც რეგიონისთვის კი არა მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება და მართლაც აგუგუნება იქნება ამ ლამაზი ადგილის მე დარწმუნებული ვარ რომ ცუც არ გააკეთებენ და კიდევ ერთხელ კი ბატონო ეგ აღნიშნეთ ზუსტად წეღან და მართლაც უნდა შეუწყოთ ყველანაირად ბიზნეს ხელი მესამე საკითხი მაგრამ დაითვალეთ. იცი ერთი 2 წუთი თუ შეიძლება რომ დაველოდოთ. ბატონო ვაჟა მithხოვა რომ ისეთ საკითხიაო, აი, всё, კი ბატონო. დიახ. მოდით ქალბატონ ნინოს მოусმინოთ მესამე საკითხთან დაკავშირებით. ეს არის განკარგულების პროექტი ქალაქ ბათუმში დემეტრე თავდადებულის ქუჩის 71-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ის კერძო სახლია ეს კარლო შერბაშიძის მემორიალური დაფის განთავსების შესახებ. განმარტებითი ბარათიდან ახლავს უბრალოდ იცოდეთ რომ ინიციატივა ეკუთვნის შერბაშიძეთა საგვარეულო კავშირს ეს პიროვნება გახდა დაჭარის დამსახურებული მასწავლებელი საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი და მთელი თავისი თაობების აღზრდას ესე სიტყვიან მიუძღვნა. მე ვფიქრობ ადამიანი ჩვენ ერთხელ გქონდა კიდევ ამ საკითხთან დაკავშირებით მე გამოვიტანე საკრებულოს სხდომაზე მაშინ სულ რაღაც ერთი ხმა დააკლდა და ვფიქრობთ მოგიწოდებთ ამჯერად ხმა მისცეთ ამ მე ხა დარწმუნებული ვარ რომ ის ერთი ადამიანი მიცემს ხმას და ბატონ თენგის გვაქვს თქვენი იმედი ხარდაჭერის. მაშინ კენჭი უყაროთ, ვინ არის მომხრე? ერთხმად მიღებულია, დიდი მადლობა კოლეგებო, ქალბატონინო, მადლობთ. მეოთხე საკითხთან დაკავშირებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტ საკრებულოს იურიდიული საპროცესო საკითხთა კომისიის ეს წერილი ესე იყო ბატონ ლევან შემოსული და რო შემოვა იმ დაგვარიმით, მე უკვე განვეხილ. კი, მაგრამ ქალბატონო, მან 20 წელი გასული იყო და ყველა იმას საკმაყოფილებდა. არა, მე არ მახსოვს, მე ყველას ხმას ვაძლევდი ბატონო. სხვასთან ვისთანაა ბატონ ლევან, წითელი არმიის იმასთან რა ქვია? ხო და მაშინ მიცეს იმან პუტინმა კაცო, მან რატომ არ მიეცი დაგეჭირათ? თუ კი ვერ გავიდა და შესაბამისი რაოდენობა ვერ მოიპოვა, რა პრეტენზია ვერ ვხვდები ბატონო ლევან? ის ვიხდი რა. აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო ლევან, უნდა იყოს ერთხელაც სამუდამოდ ჩამოყალიბებული ერთიანი მიდგომა. მე პირადად თქვენ გიხდით ბოდიშს იმისთვის რომ მაშინ არ დაგიჭირეთ მხარი, ის იყო ჩემი პრინციპული პოზიცია ყოველთვის, თუმცა სამწუხაროდ უნდა ვაღიარო რომ მომიწია რამოდენიმეჯერ ამ პრინციპის დარღვევა. მომიწია პიროვნული პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე და იმის გამო რომ თქვენთან ძალიან კარგი და მეგობრული პირადი ურთიერთობა მაქვს, თქვენთან შემეშალა. ამიტომ ბოდიშს გიხდით. კარგით ბატონებო, დიდი მადლობა და ბატონ ლევან მართლაც გეთანხმები და გადაწყვეტილებას. კი ბატონო. მორჩა და მე მოგეხსენებათ რომ საკრებულოს 4 ახალი წევრი შეემატა, აქედან გამომდინარეა გამოწვეული კომისიის პერსონალურ შემადგენლობაში ცვლილებები. მოგეხსენებათ რომ საკრებულოს წევრი ერთ კომისიაში მაინც უნდა იყოს, ეს არის სავალდებულო და არა უმეტეს ორ კომისიაში შეიძლება ამავდროულად ყოფნა. მე თქვენის ნებართვით ყველა კომისიის შემადგენლობას გავივლი და ვასახელებ და შემდეგ ძალზედ ვყაროთ კენჭი იურიდიულ კომისიაში გვაქვს ესეთი შემადგენლობა ლევან კინწურაშვილი, ირაკლი მიქელაძე, პარმენ გელაძე, ვაჟარამიშვილი, კობაჭხეიძე, გიორგი კირთაძე, ნოდარ დუმბაძე. დიახ, შემდეგი არის ამ
შემდეგი არის საფინანსო ეკონომიკური კომისია გვყავს ბატონი თენგიზ აფხაზავა, ლაშა სირაბიძე, ლევან კინწურაშვილი, თეიმურაზ ბასილაძე, ირაკლი მიქელაძე, ჯაბა ბერიძე, თეიმურაზ ყურაშვილი, გიორგი კითაძე, პარმენ მგელაძე, ლარისა ანდღულაძე და გიორგი კაკაბაძე. ნახევარი საკრებულო ამ კომისიაშია. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის კომისიაში ჩვენ დამატებითი კონსულტაციები გავიარეთ დეპუტატებთან და აქედან გამომდინარე რამდენიმე ცვლილება მოხდა და თხოვნა არის რომ შენიშნოთ უყაროთ კენჭი. კერძოდ ინფრასტრუქტურის კომისიაში არის წარმოდგენილი ვაჟა რამეშვილი, ლაშა სირაბიძე, თენგიზ აფხაზავა, პარმენ ხვედელიძე, ჯაბა ბერიძე, ირაკლი ჩავლეიშვილი, თეიმურაზ ყურაშვილი, ჯუმბერ კახიძე და ერთი შენიშვნა არის ბატონი ფრიდონ ბრეგოაძე ამ კომისიის შემადგენლობიდან იქნება მოიღოთ და გადავიყვანოთ ისევ განათლების კომისიაში. ეს არის თხოვნა და ამ შენიშვნით უყაროთ კენჭი. რაც შეეხება განათლების და კულტურის კომისიას, აქ არის კვლავინდებურად ქალბატონი ნინო ბერაძე, თეიმურაზ ორაგველიძის თხოვნაც არის თავისი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე რომ ამოიღოთ იქნება ამ კომისიიდან და მის ადგილს დაეკავებს როგორც ვთქვით ბატონი ფრიდონ ბრეგოაძე. გარდა ამისა ამ კომისიაში არიან თამარ აქტიური წევრი და მივბაძოთ ბატონ ფრიდონს. თამარ თურმანიძე, თეიმურაზ ბასილაძე, ნატალია ზოიძე, დიმიტრი დარჩია, ლარისა ანდღულაძე, ჯუმბერ კახიძე და ბოლოს გვაქვს ჯანმრთელობის დაცვის კომისია. დიმიტრი დარჩია, თეიმურაზ ორაგველიძე, ნატალია ზოიძე, ნინო ბერაძე, კობაჩხეიძე, დიმიტრი ჭეიშვილი, ნოდარ დუმბაძე. ამდენად ამ წარმოდგენილი შემადგენლობით უზრუნველყოფილი არის კანონმდებლობის მოთხოვნის დაცვა, ანუ ყველა წევრი არის ერთ კომისიაში მაინც და უბრალოდ შემთხვევაში არიან ისინი არ მომიტეს ორი კომისიის შემადგენლობაში და უყაროთ ცალსაკე კენჭი იქნება ყველა საკითხი. კენჭის ხრამდე ბატონებო ბატონო გია თქვენ ხო არ გაქვთ რამე შეკითხვა? არა, ხო, არ მithქმია მე შემადგენლობაში. იურიდიული კომისიის შემადგენლობაში არ დამისახელებია მე თქვენ თავი. ახალ ვარიანტი. გასაგებია. გისმენთ ბატონო დიმა და ვინმეს თუ აქვს კიდევ რამე შეკითხვები? ყველას ფრაქციებს და ფრაქციის ხელმძღვანელებს და ასევე ყველა წევრს მინდა მოუწოდო რომ ხშირად კი არა მარტო ჩემ კომისიაში ბატონო ჯაბა ხშირად პრობლემები არის ქვორუმის გამო და მინდა მოუწოდო რომ ის პასუხისგებლობა რაც აღებული გვაქვს ყველა ჩვენთაგანს გავითვალისწინოთ მესმის რომ შესაძლებელია ხშირად ვერ მოვახერხოთ ეს მაგრამ ყველანაირად გამოვნახოთ იმისთვის დრო რომ იმ კომისიაში მუშაობა მოვახერხოთ. მადლობთ. დიახ. თეიმურაზ ორაგველიძე წაიკითხეთ ჩემს ემაში თუ არ? თეიმურაზ ორაგველიძე აღებული იქნა მისი თხოვნით და მის ნაცვლად იქნება ბატონი ფრიდონი. მადლობა. დიახ. ბატონებო, შეკითხვები ხო რა კიდევ საკითხები? არა, გავლილია, პირდაპირ საკითხი მეოთხე, მეხუთე საკითხების. მაშინ კენჭი უყაროთ მეოთხე საკითხს, ვინ არის მომხრე? იურიდიული კომისია. მეხუთე საკითხი, ვინ არის მომხრე საფინანსო ეკონომიკური განვითარების კომისიის პერსონალის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ? ერთხმად მივესალმები ქალის შემატებას მაგ კომისიაში. მეექვსე საკითხი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის პერსონალური შემადგენლობა ვინ არის მომხრე? ერთხმად მიღებულია, მადლობა. მეშვიდე საკითხი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის განათლების და კულტურის და ტურიზმის სპორტის საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობა ვინ არის მომხრე? ერთხმად მიღებულია, დიდი მადლობა. და მერვე საკითხი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობისა და დაცვის სოციალური საკითხთა კომისიის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ბატონი დიმა დარჩიას ხელმძღვანელობით ვინ არის მომხრე? ერთი წინააღმდეგი დანარჩენი მომხრე. დიდი მადლობა კოლეგებო, სტომა დასრულებულია, მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს კომისიის ხელმძღვანელებთან. უკვე მოგეხსენებათ, რომ ხუჩაბათისთვის სტომა ჩანიშნულია და რავი თუ იქნება საშუალება დღესვე დავიწყოთ კომისიების ჩატარებები და განხილვა 2017 წლის ბიუჯეტის. მინდა ვთხოვო კომისიის